ვიტყვი გულწრფელად არ მინდოდა კიდევ ერთი ვიდეობლოგის ჩაწერა, ერთი ვიდეობლოგი დღის 11 საათზე აიტვირთა, ახლა არასრული 2 საათია. მეორე ვიდეობლოგი აიტვირთება ვარლამ ვაკუავალიანზე 3 საათზე, მაგრამ მოსვენებას ვინ გაძლევს თუ საქართველოში და თუ საქართველოს ფარგლებს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ვიდეობლოგის ჩაწერა, ახლა უნდა კიდევ ერთი შემოგთავაზოთ, რომელსაც ვიწყებთ ვაგზელებ ასე. ბიზნა ივანიშვილი პერსონალურად ამ ქვეყანას ხუპავს თავისი არასწორი პოლიტიკით, თავისი იმ პოლიტიკით, რომელიც ხედვებზე, ღირებულებებზე და ხედვებზე არ არის დაფუძნებული. ოღონდ ეს არის შეფასება, რაც ახლა მე მოგახსენეთ და მანამდე კი თუ პარალელურად თუ შემდეგ კი უნდა მოგახსენოთ რა ხდება ფართო გაგებით რეგიონში. ირანი უმისამართოდ ვიტყვი ასე, თქვენის ნებართვით ისვრის, ანუ ქვეყანა, რომელიც ესოდენ მძიმე მდგომარეობაშია და არის, იმიტომ რომ სულიერი ლიდერი ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, ამ ქვეყნის ნარჩენი და არარჩეული ლიდერები, რომლებიც აგრძელებენ ალი ხამენეის პოლიტიკას, მიდგომას, სტრატეგიას მიჰყვებიან, ისინი უმისამართოდ ისვრიან, რათა გარკვეული პრობლემები შეუქმნან ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს, ერთის მხრივ რეგიონის ქვეყნებს, ფართო გაგებით რეგიონის ქვეყნებს და ყველას ესვრიან, ვინც ამერიკასთან და ისრაელთან ერთად ერთგვარი სწორი პოლიტიკა, სტრატეგია, ტაქტიკა შეარჩია. არა, ასე მაგალითად ქუვეითს იერიში არ მიუტანია ირანზე, ან ასე მაგალითად ომანს, მაგრამ ომანიც და ქუვეითიც დაბომბეს, სწორედაც რომ უპილოტო უმრავლეს შემთხვევაში საშუალებებმა, გასროლილებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან დაბომბილია სულ არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, თუმცა გადაიჭირა თურქეთმა, იცით თქვენ, რაკეტები, ქუვეითი, ყატარი, იორდანია, საუდის არაბეთი, ომანი, რაღა დარჩა, ერაყი, ბაჰრეინი, კვიპროსიც კი, ისრაელი ხო თავისთავად და ახლა ხან გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნახჭევანის სამოქალაქო აეროპორტთან, მაინც ასე ვიტყვი, აეროპორტთან, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაიბომბა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტი, ვერ უშველა, მოდი ასე ვიტყვი, ვერ გადაარჩინა ალიევის, ილხამ ალიევის, ამ ჩემი მოსაზრებით ძალიან მასშტაბური ლიდერის, რეგიონის მასშტაბით მასშტაბური ლიდერის, სწორმა ან ტაქტიკურად გამართლებულმა, ვინმე ასე იტყვის, ნაბიჯებმა მისვლა ირანის საელჩოში და ჩანაწერის გაკეთება, რომ აზერბაიჯანის წუხს ალი ხამენეის გარდაცვალებას ჩაწერდნენ იქ, მაგრამ ჩვენ სხვა სიტყვა ვიშველიოთ, ლიკვიდაციის, დაღუპვის გამო აზერბაიჯანისაზეც კი მიიტანა ამ ხელფეხს, რომ უმისამართოდ მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ეს არ არის თლად უმისამართო ქნება, მაგრამ თქვენის ნებართვით მაინც ასე ვთქვათ, იქნევს ირანის მიერ თუ მხრიდან განხორციელებულმა შეტევებმა აზერბაიჯანი. ამის შედეგად აზერბაიჯანი რასაკვირველია მომზადებული არა, ემზადება უფრო შესაძლო, უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო ესკალაციისათვის, ვისთან და გაგიკვირდებათ და ირანთან და ეს თუ ამგვარი ფორმა თუ მიიღო, აზერბაიჯანის უკან თურქეთია რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატებიც არის ნაწილობრივ, ეს უკვე გლობალურ ან რეგიონულ, მოდი ასე ვიტყვი, ომში გადაზრდის ამ პროცესებს, ზოგადად საერთაშორისო ჩვეულებათა და საოკუპაციო სამხედრო, ბოდიში ამაზე ვილაპარაკებთ, ეს უკვე ეხება აფხაზეთთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას. ამასობაში აი აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი, ან აეროპორტთან ხო ცვიოდა ბომბები, ან აეროპორტი ხო სამოქალაქო აეროპორტი ხო დაიბომბა, ხომ ძალიან მძიმე ვითარება, მაგრამ ამასობაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ და წაგიკითხავთ თუ მივაგენი და მივაგნებ რასაკვირველია, მოდის ვიხდი, ეს არის რუკა, პარემ გაჩვენებთ, ეს არის რუკა, ქვევით ნიშნული არის აზერბაიჯანის, ზედა ნიშნული არის ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი თბილისი. არ არის დიდი მანძილი, მეთქი ვიტყვი ასე. ამასობაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული ირანმა იერიშები მიიტანოს ბაქო თბილისი, ჯეიხანზეც კი, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან წილად ნავთობით ამარაგებს ევროპას, რასაკვირველია, მაგრამ ასევე ამარაგებს
ისრაელს რომ ვიცოდეთ მაინც და ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძიმე, იმიტომ კი არა რომ ვერ აღვადგენთ. ან იმიტომ კი არა რომ ინტენსიური იქნება დაბომბვები, არამედ იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ჩვენს ტერიტორიაზე წვივა ბომბები, ანუ ბიზი და ივანიშვილმა გვინახა კოლბაში, ქართული ოცნების ამომრჩევლის ტვინის წყობის ლოგიკით ვილაპარაკებ, გვინახა კოლბაში და ვერ შეგვინახა. რეალურად ბიზი და ივანიშვილმა კი არ გვინახა კოლბაში, არამედ ბიზი და ივანიშვილის არასწორმა პოლიტიკებმაც რეგიონული მასშტაბით და უფრო ფართოდ განაპირობა ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე და რაც სავარაუდოდ თან გარკვეული ალბათობით მოხდება. რატომ? რას გულისხმობ? ბიზი და ივანიშვილს 2012 წლიდან რომ შეენარჩუნებინა დასავლური პოლიტიკა და საქართველო რომ ყოფილიყო დაცული საჰაერო თავდაცვის სისტემები რომ ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რო ქონდა შესაბამისი შეიარაღება და 2012 წლიდან ჩვენ გაგვეხსნა ბაზარზე წვდომა, იმიტომ რომ შეზღუდული ჰქონდა ის დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში. იარაღიზე წვდომა. ბიზი და ივანიშვილს რო გაეფორმებინა ფრანგებთან ირაკლი ალასანიას პერიოდს ვიხსენებ თავდაცვის მინისტრობისა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე ხელშეკრულება. საქართველოს ცარომ დაცული ყოფილიყო ეს რაც შეიძლება მოხდეს, ვეღარ ვერ მოხდებოდა, რომ ვიცოდეთ მაინც. ზოგადად ბიზი და ივანიშვილმა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ 14 წლის განმავლობაში შეგნებული მოღალატეობრივი პოლიტიკა აწარმოა და ახლაც ვითომ რომ მიმალულია და რეალურად კი ქომაგობს ალი ხამენეის ნარჩენებს. ვითომ რომ მიმალულია, მაგრამ რეალურად ქომაგობს მოსკოვს. და აი ამ ბოროტების ღერძებს პეკინს, მოსკოვს, თეირანს, ჯერაც არსებულს ოფიციალურს 79 წლიდან ფორმალიზებულს. ბიზი და ივანიშვილი მათ გუნდში იყო, მათ გემში იყო ბიზი და ივანიშვილი და მისი ამ ფსონები, მისი პაჟები და ამ გემს ერთ წუთს დავარქვათ არა მფრინავი ჰოლანდიელის გემი, რომელიც ნაპირს ვერ აგნებს, ან გემი დალანდი, რომელიც ასევე ვერ აგნებს გემს, არამედ დავარქვათ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი, ან დავარქვათ კარაბლ რუსეთის იმპერიის, რუსეთის იმპერიის გემი, რომელიც მიეხეთქება და ყველგან არის. ბოროტების თუ გნებავთ, აი evil როგორ არის ხო, evil empire, ბოროტების იმპერია ხო, იმპერია ზლას ხომალდი გემი დავარქვათ ამ გემს. ისრაელის ნავთობმომარაგების მესამედი გადის, აკი გითხარით, არც მეტი არც ნაკლები ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენზე და გამორიცხული არ არის ნო ბაქო-თბილისი-ჯეიხანსაც, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა საჰაერო თავდაცვა უცხოელ პარტნიორებთან ადეკვატური მოქმედების შემთხვევაში, 14 წლიანი ადეკვატური მოქმედების შემთხვევაში შეიძლება შეექმნას საფრთხე. ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში სწორედაც რომ ეს მილსადენი აქვს ამოღებული, რომელიც სამ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსზე და თურქეთზე გადის. ეგ რა მაგის პასუხია? თურქეთის მიმართულებით ისრაელმა კი არა, ირანმა უკვე გაისროლა ბომბები, აზერბაიჯანთან დაკავშირებით გითხარით და რუკაც გაჩვენეთ. საქართველო იქნება თუ არა ერთადერთი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება, მე ვეთანხმები. ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული პოლიტიკა, ყველას ვეთანხმები, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ამავდროულად უნდა განვახორციელოთ და ანხორციელებდეს, მაგრამ ესენი რისგან მხორციელებლები არიან, საქართველო ღირებულებით არჩევანს. და უნდა ამბობდეს, რომ ჩვენ სიმშვიდეს კი ვინარჩუნებთ და მშვიდობა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ნარჩენები ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პირველ ყოვლისა უნდა განადგურებული იყოს, ხოლო ჩვენ ვიქნებით ადეკვატური მოთამაშეები. ახლა ჩვენ იქიდან დელტადან დიდგორის გაშვებას და იქ რაღაცა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას ან ვის რა ჯანდაბად უნდა, მაგრამ მაინც ხო რასაკვირველია არავინ არ გთხოვს. მაგრამ ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დრონები გამოჩნდა აფხაზეთის საჰაერო სივრცეში და არა თუ გამოჩნდა, არამედ ცალკეული ერთი თუ ორი ობიექტი დაიბომბა კიდეც აფხაზეთის. ესე ამბობენ რუსები და აფხაზები. საჰაერო სისტემებმა, თავდაცვის სისტემმა იმუშავა, რის იმუშავა, რომ ვიცოდეთ, რომ გავიანალიზოთ, გავიაზროთ მაინც. მაგრამ ეხლა ძალიან მძიმე სიტყვას ვიტყვი ქართული ოცნების მომხრეებს, რომ არ მოეწონებათ იმ სიტყვას. გარკვეულზე მაღალი ალბათობით, ან მაღალი ალბათობით, ის რაც გამოჩნდა აფხაზეთის თავზე, არ არის ირანული
დრონები, იმიტომ რომ აფხაზეთის ეფექტურ კონტროლს ირანის სტრატეგიული პარტნიორი მოსკოვი რუსეთი არ ხორციელებს და მოსკოვს და რუსეთს არ დაარტყავდა ირანი. ირანი ალი ხამენეის ნარჩენები. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ თუ ეს ასეა და ეს ასეა, აფხაზეთის თავზე გამოჩნდნენ და აფხაზეთი აქვეა. ხო, ჩვენი ტერიტორია თბილისიდან ავიცი გალამდე, ხო, ძალიან ცოტა კილომეტრია, 300 კილომეტრია, 320 კილომეტრია. შესაბამისად, ეს არის უკრაინული, ხასვუსვაბ უკრაინული დრონები. რატომ? და ვის ურტყამენ უკრაინელები? ურტყამენ არა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არამედ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ურტყამენ და დაარტყამენ კრიტიკულ რუსეთისათვის მნიშვნელოვან, ანუ და რუსეთის პროქსებისათვის, რუსეთის მარიონეტებისათვის მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შესაძლოა მაგალითად ელექტროგადამცემ ხაზებსაც, ასეც იყო გავრცელებული, მაგრამ აგრეთვე სამხედრო ობიექტებს და 5-6 სამხედრო ობიექტია საკუთრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს არის ჯავა ცხინვალი, ეს არის გუდაუთა, ეს არის ოჩამჩირე, ეს არის სოხუმი და ეს არის გაგრის მიმართულებით, არც თუ დიდი რაოდენობით, მაგრამ მაინც არც თუ მძლავრი, ამ მასშტაბით მძლავრი, მაგრამ მაინც გარკვეული სამხედრო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე რა გაგასაკვირი იქნება, მაგრამ მაინც რუსები აკეთებდნენ კი არა, აკეთებენ ოჩამჩირე გალის სარკინიგზო მონაკვეთს, გალის ზუგდიდის სარკინიგზო მონაკვეთს, რომელიც უნდა დაუერთონ დანარჩენი საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთს, რომელიც თავის მხრივ სომხეთის სარკინიგზო მონაკვეთს უნდა შეუერთდეს რუსების გათვლით, რათა მოახდინონ რუსებმა სამხედრო ტვირთის ჩატანა სომხეთამდე, იმისთვის რომ ეს სჭირდებათ, რომ ფაშინიანი ამოაგდონ რა გადააყირაონ ივნისის თვეში. ხო, ან მანამდე ან მერე, ან მოკლედ არიონ სომხეთში ვითარება და გარკვეულწილად რაღაც კომუნიკაციები გაჩარხონ გიუმრის ბაზისკენაც, ანუ შეკრან რაღაც გარკვეული წრეები. და ამასაც თუ დაარტყავენ უკრაინელები, გასაკვირველია, ეს იქნება ეხლა უცნაურ სიტყვას ვიტყვი და დავამწუხრებ ქართული ოცნების მომხრეებს და ლიდერებს, ეგრეთ წოდებულ ლიდერებს. ლეგიტიმური სამიზნე იქნება მეთქი თუ ვიტყვი, არ შევწდები. ყველგან, სადაც რუსეთი სუსტდება, ეს ჩვენთვის არის კარგი მიუხედავად იმის, რომ დე იურე აფხაზეთის ცხინვალის რეგიონი ჩვენი ტერიტორია. და გული დაგწყდება რა საკვირველია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო, თუნდაც საჰაერო სამხედრო ოპერაციებს არ ხორციელებს ომში მყოფი ქვეყანა, უკრაინა, მაგრამ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ უკრაინისთვის ეგზისტენციურ საფრთხეებს ქმნის ყველაფერი, რაც ემსახურება რუსეთს და სადაც არ უნდა იყოს უხეშად. ჩილეში რომ იყოს ინფრასტრუქტურა და თეორიულად უკრაინა რომ სწვდებოდეს ჩილეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა რომ იყოს. იქ თუ დაარტყამენ, ხო ვერ მისწვდება. ესეც ლეგიტიმური სამიზნე იქნება ავსტრალია, ახალ ზელანდიაში. ხო არ არის ავსტრალია, ახალ ზელანდიაში, მაგრამ მაინც ჩილეშიც არ არის. მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ, აი ვენესუელაში რომ მისწვდომოდა უკრაინული ფლამინგო პირობითად რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, იქაც რომ დაერტყა, ესეც არ იქნებოდა არც გასაკვირი და არც საწყეთი. ყურის ძირშია აბასობაში აფხაზეთი. ყურის ძირშია და მე არ ვუკავშირებ აფხაზეთის თავზე გამოჩენილ სამხედრო საფრენ საშუალებებს. სწორედაც რომ ირანს და ვუკავშირებ სწორედაც რომ უკრაინას. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით. ანუ კობახიძე, პაპუაშვილი, უშუალო დივანიშვილი არ გამოვაცხადია, მაგრამ მაინც ინარაძე, დეპუტატი 1, დეპუტატი მე-7, დეპუტატი 27, 41, 151, არა ყავთ 99. რას იტყვიან? უკრაინა არის ოკუპანტი, ამას გაბედავენ, რომ თქვან, კარგად უნდა ავხსნათ ყველას, ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომ აფხაზებს კი არ ებრძვიან უკრაინელები. ან საქართველოს კი არ მობავენ, არამედ საქართველოში არსებულ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სამხედრო ობიექტებს და არ გამიკვირდება თუ ისინი დაბომბავენ გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ სასაზღვრო გამშვებ ან თუ გნებავთ ესე ვიტყვი. საბაჟო პუნქტს, რომელიც ენგურხით გადაღმა იქ 58 მეტრშია გამართული რუსების მიერ. და ის საბაჟო პუნქტი, რომელსაც შესაძლოა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ფუნქციებიც დაემატოს, ჩვენთვის ძალიან ცუდი ამბავი არის, იმიტომ რომ რუსები პრაქტიკულად ოკუპაციას კი არა, უკვე ანექსიაზე მიდიან. ვერ ხსნი აფხაზეთისა.
ამიტომ მე თავიდან ბოლომდე ვიზიარებ გიორგი კობერიძია თუ არ ვწდები ამ სტატუსის ავტორი ზოგადად საერთაშორისო ამ სტატუსის პათოს ზოგადად საერთაშორისო ჩვეულებათა თუ საოკუპაციო სამართლით ყველაფერი რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება ოკუპანტი ძალის ბრალეულობაა თუ დაბომბავს უკრაინა აფხაზეთს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ინფრასტრუქტურას ეს არის ოკუპანტების დაბომბვა ანუ რომ არა სამხედრო ოკუპაცია უკანონოდ განთავსებული სამხედრო ბაზები და მისი თანმდევი სამხედრო კოლონიზაცია არაფერი მოხდებოდა. დიახ, უკრაინელები თუ დაბომბავენ ამ ყველაფერს გიორგის პათოს თავიდან ბოლომდე არ სტატუს თავიდან ბოლომდე არ ჩაგიგითხავთ სამწუხარო ჩვენი დროებით უკონტროლო ტერიტორიები და საჰაერო სივრცე ამ ესკალაციის ნაწილი ხდება, თუმცა გამოსავალი მხოლოდ ერთია, როდესაც თავისუფლებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ აღარ იდგება საოკუპაციო ჯარი, ყოველგვარი საფრთხეების გაქრება და საფრთხეები გაქრება თუ ირანი დამარცხდება და ირანი რო დამარცხდეს, ამისთვის ჩანს ამერიკელებისა და ისრაელის ერთობლივი ძალისხმევა არის აუცილებელი და გარდაუვალი და მუდმივი ძალისხმევა და კოორდინაცია, კოოპერაცია და ერთობლივი ქმედებები, მაგრამ ევროპისაც. აი ევროპაზე არ ვიტყვი დღეს სიტყვებს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ევროპა ადეკვატურია მეთქი. მათ შორის ბრიტანეთით შევიყვანოთ. ცოტა გამიჭირდება, მესმის სტარბერს აქვს თავისი გამოწვევები, მესმის თავისი გამოწვევები აქვს მაკრონს, მესმის თავისი გამოწვევები აქვს მერცს, მესმის თავისი გამოწვევები აქვს ესპანეთს, რომელიც არ არის ხა ძალიან სერიოზული მოთამაშე ამ კონგლომერატში, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, რომ ნამეტანი ანტიამერიკულ მოთამაშედ იქცა შუაგულ ან ევროპის დასავლეთ ნაწილში, მაგრამ მაინც. და აღარ გავაკრიტიკებ, კვლავ ვიმეორებ, ოღონდ ჩვენს უნდა ვიყოთ და მთელი მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნდა იყვნენ ადეკვატურები. ერთი ლინკი გადმოვწერე, არ ვიცი, აღარ მახსოვს უბრალოდ და ნახოთ აბა რა არის, ჩაუწიოთ ხმას. ხო, ეს არის აფხაზეთი. აფხაზეთში როგორ იგერიებენ დრონებს აფხაზეთის თავდაცვის სისტემების თუ რაღაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ სასაცილოა სულ მინიმუმ მოდი ვიტყვი ასე ბოდიში ფორმულა ნავრცელებს ინფორმაციას ნახიჩევანზე დროებით იერიშის გაბო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი დაიბარა მე ვთქვი თუ არა ხო ვთქვი მე მგონი მაგრამ გავიმეორებ ვერ უშველა აზერბაიჯანს ალიევის კარგმა ან სწორ ბევრი აზრით სწორმა გადაწყვეტილებამ ჩანაწერის გაკეთებამ სამძიმრის წიგნში აზერბაიჯანი ამ კონფლიქტში შეიძლება ჩაერთოს ბოდიში გავრცელდა ფოტო აზერბაიჯანის ნახიჩევანის აი სამოქალაქო აეროპორტისა და ესეც ხო საინტერესო ფოტოკადრია ყოველ შემთხვევაში არ არის მამეტანის სერიოზული დაზიანებები მაგრამ თავად ფაქტი არის ამასობაში სერიოზული გუშინ ირანის რეჟიმას სიგნალი გაუშვა ბაქო ჯეიხანზე დღეს დრონი ჩამოვაგდო ნახიჩევანის აეროპორტთან და ამ მიზეზი მხოლოდ ბაქო თელ-ავივის მოკავშირეობაა წერს ერთ-ერთი იუზერი მოდი ერთ-ერთი პირი ირანი და ისრაელი აგრძელებენ ურთიერთშეტევებს ისრაელმა განაცხადა რომ მურტყამს თეირანს ასევე ჰეზბოლას განადგურება აუცილებელი არადა რამდენი მაქვს სათქმელი 18 წუთი ამოიწურა და მე კი Facebook-ზე შემეჭყიტა რა ხო უცებ აი flat fresh ამბებს გაცნობთ და ესეც კარგია ხო წავიკითხე აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საგარეო უწყების განცხადება ამას წერს ახლა რასაც წაგიკითხავთ წერს მიხაილო სამუსი უკრაინელი ექსპერტი ძალიან სერიოზული ექსპერტი ჩემი გავბერავ და ვიტყვი ფართო გაგებით მეგობარი კარგი ნაცნობი მოდი ასე ვიტყვი ორჯერ სამჯერ ის ჩემი რესპონდენტი იყო ფორმულაზე კონტექსტში ძალიან დაბნეული და არეული ვარ ეგ რა მაგის პასუხია იმდენი რამე მოხდება კვირამდე რომ ამ ინფორმაციას და ამ თემას რომ არ შევეხები ან შევეხები არ ვიცი მოკლედ რა თემას უნდა შევეხო არ ვიცი იმდენი რამ ხდება მათ შორის ამ ბანდა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების შესრულებები კანონში იმასაც რომ არ შეეხო წარმოუდგენელია მოკლედ კვირას მელის შაბათს მელის ორი გადაცემა გზედიზეთ სტუმრები უნდა შევარჩიო კავკასიაზე მინდა რომ ვილაპარაკო მაგრამ არ ვიცი რა მოხდება. მოკლედ, თარგმანი ქართულად მიხაილო სამუსი. ირანის დარტყმები აზერბაიჯანის, თურქეთის, კვიპროსისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით ბადებს აზრს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად ირანის სახელმწიფო აპარატს მართავენ, ცდილობენ შექმნან მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები არსებული რეჟიმის დემონტაჟისათვის.
მაშინ ყველა ეს უკიდურესად პროვოკაციული და სამხედრო თვალსაზრისით მაქსიმალისტურად არაეფექტური დარტყმა სუსტად ჯდება გლობალური ანტიირანული კოალიციის ფორმირების ლოგიკაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული ბაზრებსა და საერთაშორისო კომუნიკაციებში ხანგრძლივი ქაოსით. ამიტომ ომის ლოკალიზაცია, იგულისხმება ირანის შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს საერთაშორისო საზღვაო და ასე შემდეგ, შაჰედის ტიპის დარტყმები რეგიონულ მასშტაბში უნდა მოხდეს უმოკლეს, უნდა შემცირდეს უმოკლეს ვადაში. ამასთანავე საკუთრივ საჰაერო დარტყმები და ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების შეზღუდული სახმელეთო ოპერაციები ირანში შესაძლოა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს. მოკლედ, მიხეილო ამბობს, სამოსი ამბობს ამგვარ რამეს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ლოკალიზება, იმიტომ რომ არც ჩინეთი არ არის დაინტერესებული ამ ომის დამატებითი ესკალაციით. ამბები დიდია, სერიოზულია და პირველი წინადადება, ერთ-ერთი პირველი, რომელიც წარმოვთქვი. რატომ ღუპავს ბიზიდა ივანიშვილი ამ ქვეყანას? მე მესმის დაბალანსების აუცილებლობა. მესმის მეთქი კლავ ვიმეორებ, თუ გნებავთ იმაზე, ასე ვიტყვი, იმაზე მეტად მესმის, ვიდრე ქართული ოცნების რომელიმე ამორჩეველს, უფრო ხვდები დაბალანსების აუცილებლობას. მაგრამ ამ დაბალანსება კოლბაში შენახვით ამ ჩვენი ქვეყნისა ჩვენ კი არ ვიგებთ სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ მარცხდებით სტრატეგიული თვალსაზრისით. ახლა დაბალანსების პარალელურად ძალიან ფრთხილად ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა უნდა გქონდეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ისრაელთან. ასევე რეგიონის, ფართოგაგებით რეგიონის ყველა პრაქტიკულად ომანი რა შუაშიაო საქართველოსთან, მაგრამ ომანთანაც კი. ეს რომ ვიცით. უინტენსიურესი ურთიერთობა უნდა გქონდეს უკრაინასთან. ვინ არის ამის გამკეთებელი? არც არავინ. ანუ ესენი უკრაინისკენ არ არიან, ესენი არიან რუსეთისკენ, ესენი არ არიან ისრაელისკენ, ესენი არიან ირანისკენ. ანუ აიათოლას ნარჩენებისკენ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნაცვლად იმისა, რომ ინტენსიური ურთიერთობა კულისებში გქონდეს ამ სახელმწიფოებთან და ოკეან გაღმა სახელმწიფო შეერთებულ შტატებში აღარაფერს ვიტყვი, შენ ხარ მიმალული და ეს მიმალვა ვერ გიხსნის შენ ირანის მიერ თუ მხრიდან ხელფეხის უაზროდ ქნევისაგან და მათ შორის შესაძლოდ ან გამორიცხული არ არის ბაქო თბილისი ჯეიხანის დაბომბვისაგან. ეს დაბომბვა თუ მსხვერპლი არ მოჰყვება, ასაკვირველია, არ არის ცუდი და საშინელია, მაგრამ არ არის დიდად ტრაგიკული, იმიტომ რომ ამ მილსადენს როგორღაც აღადგენ, იმ დაბომბილ ნაწილს აღადგენ. როგორღაც შენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, შენც მოერევი მილსადენის აღდგენაზე, ერთი და იგივე ადგილას ბომბი არ ვარდება, მაგრამ შენ შეიგიძლია ახლაც აიცილო ეს ამგვარი ესკალაციები, მაგრამ ბიზიდა ივანიშვილი რომ არაადეკვატურია და პარალელურად რომ არ ურთიერთობს დასავლეთთან, საერთო პოზიციას არ შეიმუშავა. მაგალითად, ალიევი მივიდა, გააკეთა ჩანაწერი. იხსნა ალიევი ამ ჩანაწერმა, ნახიჩევანი არ დაიბომბა. ამ ჩანაწერმა არ იხსნა და პირიქით გადაიძაბა, უკვე შემდგომ გადაიძაბება ურთიერთობები ირანსა და აზერბაიჯანს შორის. ცოტა მოქალაქე კი არ ცხოვრობს აზერბაიჯანული ეროვნებისა ირანში. გადაიძაბება. ანუ ჩანაწერი კი არ არის, არამედ სწორი სტრატეგია აუცილებელი და სწორ სტრატეგიას ბიზიდა ივანიშვილი ვერა და ვერ აყალიბებს. კვლავ ვიმეორებ, შეერთებულ შტატებთან პირველ ყოვლისათვის ვინმე ნიკოლოზ სამხარაძისა და ჩიბურდანიძის დონეზე კი არა, მარიამ ლაშხის დონეზე კი არა. მაღალ დონეზე იყო საჭირო ურთიერთობები და არის საჭირო. ოღონდ ესენი ამას ვერ ჩაიდნენ და ვერ გააკეთებენ. არავინ არ იღებს მათ შეერთებულ შტატებში და ესენი ამას ისევე ვერ გააკეთებენ და არ გააკეთებენ, როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები ვერ შექმნეს ჩვენს ქვეყანაში. არ არის დაცული ჩვენი ობიექტები, რეალურად არ არის. და ბიზიდა ივანიშვილმა შეგნებულად გააკეთა ასე 14 წლის განმავლობაში, რომ ჩვენი ობიექტები დაცული არ ყოფილიყო. აი კიდევ ერთი მადასტურებელი იმისა, რომ ბიზიდა ივანიშვილი რუსულ თამაშს თამაშობს და კიდევ ერთი და ბარემ ვიტყვი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა აფხაზეთში არავის არ უხარია, არც ზოგადად დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის მაღალი ალბათობით იერიშევის განხორციელება არავის არ უხარია, მაგრამ მიხარია მეთქი თუ ვიტყვი, მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ. არ ვიქნები მტყუარი, იმიტომ რომ იქ იბომბება რუსული კრიტიკული, თუ დაიბომბება, თუ იბომბება რუსული კრიტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურა და ეხლა კიდევ მეც ვიტყვი.
ლეგიტიმური სამიზნეა ყველა ის ობიექტის, ყველა უკრაინელებისა, ყველგან, ვინც ბოროტების გავრცელებას, ბოროტების იმპორტს უწყობს ხელს. გაგახსენოთ, რომელი უწყებები, არა, ის ინფრასტრუქტურები, მოდი სხვაგვარად ვიტყვი, რომ სადაო არ იყოს ამ ტროლბოტების, თუმცა ისინი მაინც მიჭრიან, მაგრამ მაინც გაგახსენოთ, რომელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის რუსეთის სამსახურში? აი ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ნავთობ გადამამუშავებელი არარსებული ქარხანა, რომ წეწერს ინვოისს, თუ საბუთს, მოდი ესე ვიტყვი ზოგადად, რომ ჩემს არარსებულ ქარხანაში მივიღე ნედლი ნავთობი რუსულიო 105,000 ტონა, ნაკლები მეტი, ხან ნაკლები, ხან მეტი, 86 მილიონი დოლარის, 187 დამშრალობა. მივიღეო, ოღონდ არარსებულია. და მე ეს ნავთობიო, ნედლი ნავთობი, რომელიც არ მიუღია, ოღონდ საბუთებში წერია, რომ მიიღო. გადავამუშავე და დავუბრუნე რუსეთსო. ტანკერი ჩამოდგა ჩემთან, ყულევზეა დაუბარ. ესენი სამსახურში ხო არიან რუსეთისა, პუტინისა, მკვლელისა და ბიზინა ივანიშვილისაგან მწვანე ფერის რამე არ მაქვს ხელთ, ხო? მწვანე ბარათ ანთებულები, ანუ ნებართვა მიცემული ხო არის ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ ვისურვებ, ასაკვირველია, მაგრამ ყულებში უცებ 8 ბომბი, 8 პილოტო საფრენი საშუალება დრონი რო ჩამოვარდეს, გაგიკვირდებათ, მე არ გამიკვირდება. და ეხლა თუ მეკითხებით, მე რა პოზიცია მექნება, მე ესეთი პოზიცია მექნება. ყველაფერი რაც რუსულია. ჩილეში და ახალ ზელანდიაში. აი, ჩილეში და ახალ ზელანდიაში. მალაიზიაში და რა ვიცი, კოლუმბიაში, პირობითად, ხო? კანადაში და გავწიოთ რა, იაპონიაში, ხო, დაახლოებით ერთ განედზე. ხო? პლუს მინუს. ყველაფერი იაპონიაში და კანადაში რო არ არის რუსული, ხო გასაგებია. ყველაფერი უნდა განადგურდეს. ყველგან რომ ბოროტების ღერძები დასრულდეს. დიდ ამბებში შევდივართ, ბიზინა ვერ გვიხსნის ჩვენ. აქ ჩვენ გვიხსნის ძალიან გონივრული პოლიტიკა და ინტენსიური ურთიერთობები პირველ ყოვლისა შეერთებულ შტატებთან. რასაც ესენი აღარც და ვეღარც უზრუნველყოფენ, თუ მარიამ ლაშხის ხა გავბაძავ, თქვენი ნებართვით გაახეთ ფოტო. ბოდიში სად იყო ფოტო? მე რო არ გავბაძო მართლა ეხლა. ხო? ვერ ვიპოვე, ამიტომ უნდა მომიტევოთ. რაღაც ყელმოღერებულ ფოტოს ვაინცადოთ. მარიამ, უნდა გაჩვენოთ. ეს რო არ გაჩვენოთ, არ შეიძლება ბოდიში. იმედზე იქნებოდა, ბასად იქნებოდა. იმედი ტივი. ვირავი რას წერენ საწყლებელი. და რას წერენ. შალაბაპუაშვილი დღეს მსოფლიოში მეორე აღიარებს, რა ჩვენ მანამდე საუბრობდით წესებზე დაფუძნებულ, რა წესებზე დაფუძნებულ საწყალოში. ასე შემდეგ. კარგი. მარიამ ლაშხის გიამისა ყელმოღერებული ფოტო უნდა გაჩვენოთ. ესე იგი fake news-ების აი არის ცვენა ამი აი კიდე კაი ეს არ არის, აქაც იყო, მოდის ვიხდი, მაგრამ ეს ვინ არის? დედარებს წერენ, ბიჭო, მაგრამ ფოტო უნდა ნახო. მარიამ ლაშხის ფოტო ვინ გარიც სად არის? სად არის? მარიამ ლაშხი. მარიამ ლაშხი. აი აქ უნდა იყოს საცხა. აი, მივაგენი. ეს არის ქალატური ჩიბურდანიძე, ამ ახალგაზრდა დეპუტატია სავარაუდოდ. რა ქვია, არ ვიცი და აი ყელმოღერება კი მარიამ ლაშხისა კი ჩემი მოსაზრებით შესამჩნევია მის გვერდით ნიკოლოზ სამხარაძე. კიდე ახლოვდება? არ გამოვა ამათი მიერ წარმოებული პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. არ გამოვა. No.